გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე, კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყავალაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა. მათი დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება. არ ველოდებოდი და გავიხარდა ნამდვილად. 11 თვე მაქვს დარჩენილი და შემეხო შეწყალება. სასიხარულო, რა თქმა უნდა, არ ველოდებოდი, მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან. არ ველოდებოდი, მაგრამ არის სურპრიზი გამიკეთეს რა. რავიც, ყველას უსურვებ ბედნიერებას და ყოველივე კარგს რა. ყველა პატიმარს. ოპოზიციის პიარისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. ასე აფასებს მმართველი გუნდი პატიმრების ოჯახის წევრების მოლოდინის შეწყალებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გარკვეული ძალების დავალებით ოჯახის წევრებს ხელოვნურად შეუქმნეს მსჯავრდებულების შეწყალების ყალბი მოლოდინი, რასაც შემდეგში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ. სახელისუფლებო გუნდის თქმით, შეწყალებისთვის დანაშაულის აღიარება და მონანიებაა საჭირო. თემას პირდაპირ ეთერში განავრცობს ნანა გოგატაძე. ნანა, ეთერში ხარ. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომლის მთავარი მიზანი სახელისუფლებო გუნდის დისკრედიტაცია იყო, მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ ოპოზიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ და მიზანმიმართულ კამპანიაზე. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციამ ყველაზე ჰუმანური აქტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და პიარისთვის გამოიყენა, მაშინ, როდესაც პატიმრების მშობლებს ყალბი მოლოდინი შეუქმნა შეწყალებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების წარმომადგენლები თქმით, არც ერთ პატიმარს, მსჯავრდებულ პატიმარს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ, ამ დრომდე არ უღიარებიათ დანაშაული და მეტიც ისინი ციხის დატოვების შემდგომ კიდევ უფრო რადიკალური პროცესების განვითარებას აანონსებდნენ. რადიკალებმა შექმნეს რაღაცა ცრუ ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო რაღაცა მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში. აქ საქმე ეხება შეწყალებას, ჩვენ კარგად ვიცით, იქით ამ მხარე არ აღიარებს, იმით რომ დავიწყოთ ბატონ ყავალაშვილს როგორც პრეზიდენტს და რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი, თუმცა ამას რომ დავანებოთ, რა თქმა უნდა, შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს და ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს არ ინანიებენ და ფაქტობრივად, რასაც ისინი ლაპარაკობენ, შეუძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ იგივე ჩაიდენენ. მაქედან გამომდინარე, არავის არ უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში. ვეთანხმები სრულად, რომ ეს არის, რა ვიცი, წამება გინდა ვარქვათ, წვალება და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მშობლებს ეხებათ საკითხი, თუმცა ეს წამება იქნება თუ წვალება იქნება თვითონ ამ რადიკალებმა დაგეგმეს პატიმრების მშობლებისათვის, ხო? მათ შეუქმნეს რაღაცა ცრუ მოლოდინი, მათ გაუჩინეს რაღაცა ცრუ იმედები, ყველაფერი სიყალბეზე დაფუძნებული, იქიდან გამომდინარე, რომ მერე ჩვენსკენ გამოეშვირათ ხელისუფლებისკენ. ოპოზიცია კი შურის ძიებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ არც ერთ ეტაპზე არ ჰქონიათ იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულებს შეიწყალებდა და ეს მოლოდინი მათივე თქმით პატიმრების მშობლებს დამოუკიდებლად გაუჩნდათ. ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის კი ალოგიკურია ელოდებოდეს შეწყალებას მისგან, ვის უფლებამოსილებასაც არ აღიარებ. მე სიმართლე გითხრათ, არც მქონდა მოლოდინი. ეს იყო პირდაპირი, ასე ვთქვათ, შურის ძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს ერთის მხრივ დანაშაულს და მეორეს მხრივ არ აღიარებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ლეგიტიმურად. და სწორედ ამის გამო ამ ადამიანებს მოუწიათ სიცივეში, ყინვაში, თოვლში მთელი დღის გატარება. ბოლო ერთ წლის მანძილზე პრეზიდენტ ყავალაშვილმა დაახლოებით 4-5 შეწყალების აქტი გამოსცა, სადღაც 1000-მდე ადამიანი ყავს შეწყალებული, თუ სწორად მახსოვს და არც ერთ ჯერზე ჩვენ არ გვინახავს ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მხრიდან ესეთი კამპანიური ხასიათის მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, როცა კი ისმოდა საკითხი მათ შეწყალებასთან დაკავშირებით, ვიცით და ვხედავდით, როგორ აგრესიულები იყვნენ მათი ოჯახის წევრები და პირიქით ციხიდან აქვეყნებდნენ წერილებს,
რომ მათ არ ჭირდებათ შეწყალება. ამიტომ რას უკავშირდებოდა ნათლისღებას ეს აგორებული კამპანია? ერთია, რომ მათ უკვე იმედი გადაეწურათ, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოიწვია თითქოს სიბრალული ამ პატიმრების მიმართ. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა, ხო ყავთ მათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შეიწყალოს მანო. თავისთავად ეს ძალიან სასაცილოა, რომ არ იყოს სატირალი, ეს არიან ადამიანები, ვინც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. სახელმწიფო გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მთავარი მიზანი და мотиваცია ხელისუფლების გაშავება და დისკრედიტაცია იყო. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ამისთვის ოპოზიციამ პატიმრების მშობლები გამოიყენა. მადლობა ნანა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნანა გოგატაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებული სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ აქციებზე დაკავებული 11 პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნოდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, როგორ შედეგი დადგა პირველ ინსტანციაში ბრალდების ხარი მთელი 9 თვის განმავლობაში, რასაც სასამართლო და საზოგადოებას პირდება და ასეთი სახის მტკიცებულება არათუ პირველ ინსტანციაში, არამედ მეორე ინსტანციაში, ანუ აპელაციაშიც ვერ წარმოადგინა. ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ქონდა იმის მოლოდინი, ბრალდებულების მიმართ დადგებოდა იმ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მათ წარდგენილი ჰქონდა, თუმცა სასამართლომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, ანუ შეუცვალა კვალიფიკაცია, თუმცა აღნიშნულ ბრალდების ხარი არ ეთანხმება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლომ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რომ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში ჩავდებულების ბრალეულობა. ის მუხლი, რაც მათ საბოლოოდ სასამართლომ განუსაზღვრა საჟელი, აღნიშნულიც ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, ანუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ჯგუფური მოქმედება, თუმცა რაც შეეხება ძალადობის ხარისხს, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო ეს იმ ხარისხით, რასაც ითვალისწინებს 225 მუხლი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების ხარის მოთხოვნა არის, რომ ის კვალიფიკაცია, რაც წარდგენილი იყო პირველი წარდგენის ხომაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ის კვალიფიკაცია დაუბრუნდეს საქმეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავეცნო. ბრალდებულებიდან 2-ს 6 წლითა და 3 თვით, კიდევ 2-ს კი 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრებს ანუკა ბუავა. ანუკა, ეთერში ხარ. გამამტყუნებელი განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა 4 პირის მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ დაკავებულიდან 2 პირს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ედავებიან და ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. დანარჩენ 2 პირს კი 4 წლითა და 3 თვის გატარება მოუწევს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ვინაიდან მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. საუბარია შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგო კობერიძეზე თავდასხმის ფაქტზე, რაც შეეხება თავად ამ საქმის შინაარსობრივ ნაწილს. ეს თავდასხმა განხორციელდა 2025 წლის 28 აპრილს. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ თენგო კობერიძეს 30-მა პირმა ჯერ გზა გადაუკეტა, მაშინ როდესაც კონკრეტული სპეციალური ჯგუფი უნდა შესულიყო წარმოების განახლების მიზნით მაღაროში და შეესწავლა იქ არსებული ვითარება. ამ დროს თენგო კობერიძე გადაადგილდებოდა მანქანით და სწორედ მაშინ
მოხდა 30 პირის მხრიდან გზის გადაკეტვა. შუქრუთის მაღაროს დირექტორი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მისი კუთვნილი ავტომობილიდან, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი მისამართით ისროლეს ქვებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ამის ამსახველი ფოტომასალა და მათ შორის ვიდეო კადრებიც არსებობდა მაშინ, როდესაც ეს ფაქტი მოხდა გასულ წელს. შედეგად, თავდასხმის შედეგად თენგო კობერიძე მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის ყრიმალისვლის მოტეხილობა, როგორც ეს მედიკოსებმა შეაფასეს მოგვიანებით, რაც შეეხება თავდამსხმელებს, მათი დაკავება იმერეთის პოლიციის მხრიდან ამ თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა. გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეთეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა. რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი პირი ცნობილია დაამნაშავე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობისთვის. სასჯელის სახით და ზომად 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ხოლო ორი პირი ცნობილია დაამნაშავე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის და სასჯელის სახით და ზომად 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. სახელმწიფო ბრალდების მიერ დადასტურებული პოზიციით, მათ შორის იმ მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო განხილვის ეტაპზე პროკურატურამ წარადგინა საქმის განხილვის დროს მოსამართლის წინაშე, მეორე მხარისთვის საუბარია თავად დაკავებულების მხარდამჭერებისთვის ეს პოზიცია მაინც არის მიუღებელი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონკრეტული კადრები და მათ შორის ორ ადამიანს გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს გამოუტანა განაჩენი 6 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო რაც შეეხება თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს 4 წლითა და 3 თვის ვადით. ჩვენ ვაგრძელებთ აუცილებლად ჭიათურაში ბრძოლას. 1 წელია თითქმის რაც ქუჩაში ვიმყოფებით და ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ 4 პირთაგან, რომელთა მიმართაც დადგა გამომტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენდა ყოფილი მაღაროელის თანამშრომლებს, ანუ სამთო სამუშაოების წარმოებას ჩართულ პირს, დანარჩენი 3 პირი კომპანიის თანამშრომელი არ გახლდათ. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ფაქტებს, რაც სასამართლოში იყო განხილვის საგანი, სამწუხაროდ ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი ვიდეო მტკიცებულება, ჩვენება და ფაქტობრივი მასალა იქნა, მათ შორის სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობითაც იქნა გაშუქებული, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, ნამდვილად საფუძველს მოკლებულია, თუმცა სამწუხარო გახლავთ ის გარემოება, რომ თავად ბრალდებული პირების მიერ არ მოხდა ჩადენილი და განხორციელებული ქმედებების მიმართ მონანიება და ამის აღიარება. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მოგეხსენებათ ზოგადად სასამართლოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად იწვევს ხოლმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას და ძალიან კარგი იქნებოდა ჩემის აზრით თუ ჩადენილი ქმედების მიმართ ისინი განახორციელებდნენ ამ მიდგომას, ითანამშრომლებდნენ, გულწრფელად მოინანიებდნენ საგამოძიებო ორგანოს დაარწმუნებდნენ ამ თავის გულწრფელობაში და მათ მიმართ დადგებოდა უფრო შეღავათიანი ვიდრე დღეს იქნა მიღებული სასამართლოს მიერ. როგორც მოისმინეთ, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც თავდასხმის ფაქტზე არიან დაკავებული და რომელსაც მათ შორის ედავებიან ორ ადამიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ორს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ამ 4 პირიდან მხოლოდ ერთი იყო მაღაროში დასაქმებული, დანარჩენი 3 პირი კი არ იყო დასაქმებული. მათ შორის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისთვის ასევე გაუგებარია, რა იყო მიზანი და მოტივი ამ პირების მხრიდან თავდასხმის განხორციელების დროს. ისინი ამბობენ, კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ მიზანი იყო თავად მაღაროების მუშაობის შეფერხება და მაქსიმალურად პარალიზება პროცესის, რომელშიც ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ. მადლობა ანუკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ანუკა ბუავა.
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი. პატრულ ინსპექტორებმა ბრალდებული გადამოწვევების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრიკის შედეგად 20 შეკვრა სარეალიზაციო დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ალფა PVP ნივთკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Სამდღიანი უხვინალექის შემდეგ დედაქალაქში თოვა შეწყდა. თბილისის მასშტაბით 10-ვე რაიონში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამ წუთებში დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა საუბნო გზები და ტროტუარები იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი. მუშაობს მერიის ხელიხაზით. პირველი პრიორიტეტი ქონდა, რომ ცენტრალური გამზირები, ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუფერხებლად შეძლებოდა გადაადგილება. ამ ეტაპისთვის მინდა გითხრათ, რომ უკვე ფაქტიურად თოვა შეწყდა დედაქალაქის მასშტაბით და უკვე ეს შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, რომ მეორე ხარისხოვან, ანუ შიდა საუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდითი სამუშაოები. დღეიდან უკვე სრული მობილიზებით ვიწყებთ როგორც ტროტუარებზე მუშაობას, ასევე შიდა საუბნო ჩიხებში მუშაობას და მაქსიმალურად ყველა იმ ადგილზე, სადაც პრობლემა იქნება, ყველგან მივალთ. ეს სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა უბანში, ყველა ლოკაციაზე პრობლემა მოხსნილი არ იქნება. ძირითადი პრობლემები უფრო იყო შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე ლისის ტბის მიმდებარედ, ასევე ნუცუბიძის ზედაპლატოებზე და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. თუმცა როგორც გითხარით, ცენტრალური გზები გაწმენდილია და უკვე დღეიდან ვიწყებთ აქტიურ რეჟიმში შიდა ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს. 24 საათიან რეჟიმში საგანგებოდ ყველა ცენტრალური ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელის და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით. ყველა სპეციალიზებული ტექნიკა ცოცხალი ძალა აგრძელებს იგივე რეჟიმში მუშაობას, როგორც დღეს დილის 7 საათიდან განვაახლეთ მუშაობა ისე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ სანამ სრულიად არ იქნება ნალექით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა. ვინაიდან ყველა ცენტრალური გზა არის გახსნილი, ეხლა ვართ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე, ჩიხებზე, კვარტალებს შორის დამაკავშირებელ ტერიტორიებზე, ამდენად ყველაზე მეტი ტექნიკა ეხლა მობილიზებული ყავს სწორედ ამ მიმართულებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, თუმცა ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია გუდაური კობის მონაკვეთზე. ნაქერალოს უღელტეხილზე, საჩხერე ონის გზაზე, ფარცხისის თეთრი წყაროს და ჯვარი უშგულის გზის მონაკვეთებზე. ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი დიდგორი დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და უშგული ლასდილის მონაკვეთებზე. ამ დრომდე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი მოძრაობა ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ გზაზე. კახეთში ინტენსიური თოვის გამო საგანგებო რეჟიმით მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები, გაიხსნა სკოლები და ბაღები, ერთეულების გარდა, სადაც ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია, რაზეც მუშაობენ კომპანია ენერგოპრო და დღის განმავლობაში როგორც მუნიციპალური სერვისი, ისე ენერგოსერვისები იმუშავებენ აქტიურად, რათა მოსული უხვინალექის გამო მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მოსახლეობას. ახმეტა თელავი ბაკურციხე თავისუფალია, ვაზიანი გომბორი თელავი შეზღუდვა და დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობა, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება ისევ და ისევ, როდესაც ეს მგზავრთა უსაფრთხოება იქნება დაცული. დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში. ხულოს, შუახევის და ქედას მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხოვრებს მოუწოდებს მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თემებთან დამოკავშირებული საავტომობილო გზები გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა სასოფლო და საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოები, ხვალიდან ველოდებით გამოდარება, შესაბამისად რამოდენიმე დღეში დავასრულებთ სასოფლო და საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებს. დეპარტამენტი სრულად არის მობილიზებული შესაბამისი ტექნიკითა და ადამიანური რესურსით, რათა ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდით და მოვახდინოთ უსაფრთხო გადაადგილება მათი. პრემიერ-მინისტრი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. შათერიშვილი Deep State-ის რებრენდინგზე წერს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა. ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, Deep State-ს კი დარჩა მხოლოდ ერთი: შტატებისა და ევროპის პარტნიორობის ჩამოშლა. Deep State-ის მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია. ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი. წერს შათერიშვილი და სვამს კითხვას: სად არიან და რა აზრზე არიან ის ეგრეთ წოდებული ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც შტატებს დემოკრატიის შუქურად მოიხსენებდნენ და მისგან ხსნას ელოდნენ. რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ფილოსოფოსის წერილს, ამას ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს. ლელა, ეთერში ხარ. მსოფლიოში პროცესები კარდინალურად იცვლება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამას ადასტურებს კონკრეტული ფაქტები, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზეც, რომ გლობალურ დღის წესრიგზე გავლენას დამოუკიდებლად მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი ვერ მოახდენდა, თუ ეს კონკრეტული ძალების დღის წესრიგში არ იქნებოდა. ფილოსოფოსის ვრცელი წერილის საპასუხოდ ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათ შორის გრენლანდიის საკითხი ყველაზე მკაფიო მაგალითია იმ წინააღმდეგობებით აღსავსე მოვლენების, რაც ამერიკასა და ევროპას შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე მეტყველებს. ერთი რამე ფაქტია, რომ სოფლიო დღის წესრიგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, რომელიც ფორმალურად მაინც დაცული იყო ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, დღეს ეს ფაქტობრივად უგულებელყოფილი არის. რაღაც მომენტებში ვხედავთ, რომ ასეთი ძალისხმევის გაწევა დიდი ძალების, ასე ვთქვათ, კოორდინაციის გარეშე შეუძლებელი არის. მხოლოდ ერთი, ასე ვთქვათ, თუ გინდაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. ფაქტია, რომ რაღაც გარკვეულ ძალებს და არა მხოლოდ ერთ ადამიანს, მათ ინტერესებში არის ამ არსებული ვითარების კარდინალური და რადიკალური ცვლილება. ტრამპი ამბობს, ხო, რომ გრენლანდია თუ ამერიკამ, ასე ვთქვათ, არ მიიღო, ეს გრენლანდიას დაეუფლება ჩინეთი და რუსეთი. მთელი ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა, რომ რუსეთი და ჩინეთი, იგივე ევროპისაგან, რომ რუსეთი და ჩინეთი ებუქრება ევროპას დაპყრობით. კი ბატონო. ეხლა იგივე ეს ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ გრენლანდიას არავით არის საფრთხე ჩინეთისაგან და რუსეთისგან არ ელოდება. აი ნახეთ, მათსავე ნარატივზე თამაშობს დღეს. ეს ახლა ამ ჭიდრო კავშირში ხდება პრეზიდენტ ტრამპსა და Deep State-ს შორის, თუ მათი ინტერესები ემთხვევა ან არ ემთხვევა, ეს უკვე ანალიტიკოსების შეფასების საგანია. უმრავლესობა არაერთ კითხვას სვამს ევროპაში დამძიმებულ სოციალურ ფონსა და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე საუბრობს. ოპოზიცია კი ბრიუსელისა და ვაშინგტონის საერთო ღირებულებებზე. იმავდროულად ვერ უარყოფენ, რომ ამერიკის და ევროპის მიდგომები ერთმანეთს აცდა. საბოლოო ჯამში დასავლურ სამყაროს მაინც ერთობლივად მოუწევს თავდაცვა, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, იმიტომ რომ იდეური ნორმებისა და ღირებულებების თვალსაზრისით ამ სამყაროს ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნდა. ეხლა რაც შეეხება ამერიკასა და ევროკავშირის შორის არსებულ განსხვავებებს, ეს არის უბრალოდ სხვადასხვა მიდგომები ეკონომიკის უსაფრთხოების კუთხით, როცა საუბრობთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, არის ასთა სხვადასხვაობა, არის კონკრეტულ საკითხებზე სერიოზული დაპირისპირება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირისპირებების პარალელურად გრძელდება თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ნორმები და ღირებულებები მაინც არის საერთო. თქვენ იცით, რომ ტრამპმა დაანონსა, რომ ტარიფებს გაუზდის ევროპას გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. დღეს ხაზინის მდივანი გამოვიდა, ხაზინის მდივანი იცით, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანია, მთელი ფინანსები ფაქტიურად მის ხელშია ამერიკის და მოუწოდა ევროპელებს, რომ საფასუხო ნაბიჯი არ გადადგათ, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი უგუნურება. მაშინ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადმოვდგავთ ევროპის საწინააღმდეგოდ. ეხლა გაახსენდა გერმანიას, რომ თურმე რუსეთი ევროპის ნაწილი ყოფილა.
გერმანიის კანცლერს. მაკრონმა თქვა, რომ მოდი საერთოდ სპეციალური წარმომადგენელი დავნიშნოთ რუსეთთან ურთიერთობაში და დრო დადგა იმისა, რომ რუსეთთან დიალოგი დავიწყოთ. აი ესეთი ვითარება არის შექმნილი, იმიტომ რომ ევროპამ იმდენი ცთარი ნაბიჯი გადადაგდა თავის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ. ის პროცესები როგორ უნდა განვითარებულიყო, რომ ევროპა სტაბილური ყოფილიყო, ამას კი არ მიაქცია ყურადღება. მოინდომა თქვათ ამ deep state-ის ზეგავლენით და ამ ულტრარადიკალური წარმოდგენების ზეგავლენით რაღაცა იდეოლოგიების გავრცელება სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 5 ჯერ მოიცალეს ჩვენთვის, რომ რევოლუცია მოეხდინათ. კატასტროფისკენ წავიდა ევროპა. აი ეს ვითარება, ამიტომ ნიშნები კი არ არის, ეს უკვე ინტერესთა ძალიან გაცხოველებული დაპირისპირებაა და ეს არის მოქმედებაში. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში დამატებით კითხვებს აჩენს რუსეთის როლიც, მაგალითად ის, რომ ტრამპი პუტინს მშვიდობის საბჭოში ეპატიჟება, რაც მათივე თქმით თავის მხრივ მიუთითებს იმაზეც, რომ ამერიკა დღეს რუსეთს უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ განიხილავს, ვიდრე ევროპას. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი დილით გამოაქვეყნა. ფილოსოფოსი წერს, რომ კითხვები არსებობს რუსეთთან მიმართებაშიც, ლოგიკური პასუხები ამ კითხვებსაც აქვს და ისიც ცხადი და გასაგებია, რადგან ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემებზე საუბარი ნაადრევია. ჩემს წინა წერილებში ძირითადად აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები, რომლებიც წლები აკონტროლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, სხვადასხვა ქვეყნებს, კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რებრენდინგის პროცესს გადიოდნენ. პროცესს, რომელსაც მსხვერპლად ევროპას შესწირავდნენ, ამ მსხვერპლის ფასად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გააძლიერებდნენ. წერს ზაზა შათირიშვილი. ამ პროცესის კონკრეტულ შედეგებს უკვე ვხედავთ. უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა, გამოიფიტა. ევროკავშირის ეკონომიკა დაინგრა, პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და არეულია. ამ ყველაფერზე კი საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა სრულად ევროპელ ლიდერებს დაეკისრათ. ანუ Deep State-მა ამ კონკრეტულ მიზანს თითქმის მიაღწია. დარჩა მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი გეგმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლა, რაც უკვე განვითარების ფაზაშია. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა, სად არიან და რა აზრზე არიან ის ეგრეთ წოდებული ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც Deep State-ი დონალდ ტრამპის ხელით მართავს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ელოდნენ ხსნას. სად არის ის ხალხი ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს უკრაინა იმარჯვებს, უკრაინის გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა, რომ დიახაც ომი გვინდა, როგორც უკვე აღნიშნე, Deep State-ის ვერაგული გეგმა, რომლის თანახმადაც ევროპა საბოლოოდ უნდა განადგურდეს და დაინგრეს, არა მხოლოდ იდეოლოგიურად თუ ეკონომიკურად, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიშგასაწევი აქტორი, გადამწყვეტ ფაზაშია შესული. დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ Deep State-ის მართული დონალდ ტრამპი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისთვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას ბებერ კონტინენტს, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე Deep State-ის მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპასთან პარტნიორობის დასრულება ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნას შეუწყობს ხელს. Deep State-ს თავისუფლად შეეძლება ევროპა რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართოს, ან ევროკავშირი დაშალოს, ან ორივე ერთად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი სცენარი ევროპას კატასტროფულ შედეგებამდე, პრაქტიკულად სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს, რაც საბოლოო ჯამში ბევრად გაამარტივებს კორპორაციული მმართველობის დაფუძნებას კონტინენტზე. პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი უკვე მიხვდა, რომ ეს მიზეზი ნაპოვნია და ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, ყბადაღებულ თემად გრენლანდია იქცა. ზოგადად სხვა ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გადაცემაზე რომ არავინ ეტყოდა უარს, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი. ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, თავად დანია იქნებოდა პირველი, ვინც თვალის მომჭრელად დემოკრატიული პროცესების მანტიაში შეფუთულ ამ გადაწყვეტილებას და გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატების ბალანსზე გადასვლას დაუჭერდა მხარს. თუმცა Deep State-ის მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისაგან გათავისუფლების საბაბი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თუ როგორ მოქმედებს ამ და არაერთი სხვა კუთხით დემოკრატიის შუქურად და მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებლად მონათლული ამერიკის შეერთებული შტატები დღეს. ვხედავთ, რომ ისინი იყენებენ
იღებენ უხეში ძალის პოლიტიკას. არანაირი დიპლომატია, არანაირი შემოვლითი გზების ძიება, არანაირი ისტორიული პრეტენზია, მხოლოდ და მხოლოდ ხისტი ძალა. ან დაგვითმობთ გრენლანდიას იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, ან დამატებით ტარიფებს დაუწესებთ ევროპას. ასე ჟღერს Deep State-ის მოთხოვნა დღეს. აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ აცხადებს დონალდ ტრამპი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ არ ივაშკაცა გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს. მაშინ, როდესაც არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ჩინეთი ან რუსეთი გრენლანდიის მიტაცებას გეგმავდეს. თავად როგორ ფიქრობთ, ესაა დემოკრატია? არადა ხომ ვიცით, რომ დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროპას სწორედ დემოკრატიის გამო სთხოვს პასუხებს. ამბობენ, რომ ევროპა აღარ არის დემოკრატიული და ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიის შუქურა მოქმედებს დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ვენესუელაა. საინტერესოა, რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენ და საქართველოსთვის ამერიკული დემოკრატიის თავს მოხვევას ცდილობენ. ესაა დემოკრატია, რომელიც მოგწონთ. ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით. ნუ თუ არც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და ამ მეგობრობის შედეგები გამოდგება თქვენთვის თვალის ასახელ მაგალითად. რეალობა ხომ უკვე ყველასთვის ცხადია. ხომ ყველა ხედავთ, რომ დონალდ ტრამპიც Deep State-ის მიერ იმართება და თავად Deep State-ის რებრენდინგის პროცესი, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი, უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და მას მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოხვება. რა თქმა უნდა, ეს კითხვაც რიტორიკულია. კითხვებს, რაც შეეხება ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია ჩემთვის კითხვები არსებობს რუსეთთან მიმართებაშიც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, მათ მაინც დავსვამ. გახსოვთ, როგორ მოუწყვეს რევოლუცია რუსეთისადმი ლოიალურად და მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს. ყურადღებით ვაკვირდებოდი უკრაინის არჩევნებს და იმ მოვლენას, რასაც ვლადიმერ ზელენსკის გაპრეზიდენტება ჰქვია. პირადად ჩემთვის იქ აშკარად იკვეთებოდა დახმარების ხელი, რომელიც რუსეთმა ზელენსკის გაუწოდა. კითხვას აჩენს რუსეთის მოქმედება სირიაში, როდესაც რუსეთის ფედერაცია მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს არმიას სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიყვანა. ბაშარ ალ-ასადს კი მოსკოვში მისცა თავშესაფარი. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ვენესუელა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. ირანში მიმდინარე მოვლენები. რატომაა ასე პასიური ირანის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი? რატომ არ იმჩნევს მისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? გვერდს ვერც იმას აუვლით, თუ როგორ გვიხატავდა Deep State პუტინს, როგორ კოორდინირებულად წარმოაჩენდა მის პიროვნებას Deep State-ის მიერ ტოტალურად კონტროლირებადი მედია. ახლა კი ვხედავთ შემდეგს, რუსეთის პრეზიდენტმა ღაზის მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო. ახლა კი უცხოეთი დანიის მიერ გრენლანდიაში 60-მდე სამხედროს გაგზავნას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულზე გადასროლილი რამდენიმე ჯარისკაცი სამხედრო ძალას არ წარმოადგენს და იმეორებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია სჭირდება. კუნძულის შეძენის საკითხს კი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავს. სოციალურ ქსელში ტრამპმა პოსტიც გააზიარა, რომელიც ევროპელ ლიდერებს უკავშირდება. ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოზე ოვალურ კაბინეტში მსოფლიოს რუკაა წარმოდგენილი, რომელზეც შტატების დროშით არის დაფარული კანადა, გრენლანდია და ვენესუელა. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კიდევ ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ტრამპი გრენლანდიის ტერიტორიაზეა, უჭირავს ამერიკის დროშა, მასთან ერთად კი შტატების ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანია. ეს არ იყო სამხედრო ძალა, მათ იქ რამდენიმე ადამიანი გაგზავნეს და ამბობენ, რომ ისინი ჩემს გამო კი არა, რუსეთისგან თავდაცვის მიზნით გაგზავნეს. თუმცა ნატო დაახლოებით 25 წელია დანიას აფრთხილებს რუსული და არა მხოლოდ რუსული, ჩინური საფრთხის შესახებ. დანიელები მშვენიერი ხალხია და მე მათ ლიდერებსაც ვიცნობ. თუმცა ისინი იქ საერთოდ არ ჩადიან და მხოლოდ იმიტომ, რომ 500 წლის წინ იქ ერთი გემი მივიდა, შემდეგ კი იქიდან წავიდა, ეს მათ საკუთრების უფლებას არ აძლევს. ნატოსთვის მე უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ამერიკის ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა. ჩემი აზრით, ნატო დღეს საერთოდაც აღარ იარსებებდა. ვნახოთ თუ რა მოხდება, თუმცა გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია.
დონალდ ტრამპი მაკრონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არავის სჭირდება, რადგან თანამდებობას ძალიან მალე დატოვებს. ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ აპირებს თეთრი სახლის ინიცირებულ მშვიდობის საბჭოს შეუერთდეს. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილი წერილიც გამოაქვეყნა. ჩემო მეგობარო, სირიის საკითხზე ჩვენ სრულად ერთ აზრზე ვართ. ირანის საკითხზე შეგვიძლია დიდი საქმეები გავაკეთოთ, მაგრამ ვერ ვიგებ, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით. წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას. ის არავის სჭირდება, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს, ასე რომ არაუშავს. რასაც ვიზამ არის ის, რომ თუ მტრულად განეწყობიან, მათ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ისიც შემოგვიერთდება. თუმცა სავალდებულო არ არის. როგორც იცით, ის რამდენიმე თვეში აღარ იქნება თანამდებობაზე. 40-მდე გაიზარდა ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქვეყნის სამხრეთით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავებული 100 ადამიანი, აქედან ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ცნობილია, რომ შეჯახება იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მატარებელში შემთხვევის დროს 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. უსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას უცხადებ. წერს მიხეილ ყაველაშვილი. 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა. არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი. წერს უწყება. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 821 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე მონაცემებით ექსპორტი გაიზარდა 11.2%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 9.7%-ით. საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11.3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 9.7%-ით. ასევე აღსანიშნავია, რომ 12.5%-ით გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი და მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 46% შეადგინა. 2025 წლის მონაცემებით ტოპ 10-ში გვხვდება ცენტრალური აზიის ქვეყნები, პირველ-მეორე ადგილს იკავებს ყაზახეთი და ყირგიზეთი, ასევე მზარდია ექსპორტის ნაკადები მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ 10-ში გვხვდება ჩინეთი და ბულგარეთი, სადაც ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წლიურ ჭრილში. საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. 2025 წელს ხარისხის კონტროლის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით შემოწმება 360-მდე ღვინის კომპანიაში ჩატარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა კანონთან, რაც საბოლოოდ გამოიხატება ჩვენი სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებში, რა თქმა უნდა, ეს მეტწილად მოიცავს ხარისხის კონტროლის ელემენტებს და იმას, რომ ღვინო, რომელიც ამა თუ იმ ბოთლში ასხია, შეესაბამებოდეს მის პრეზენტაციას. ლაბორატორია ახორციელებს სერტიფიცირებისთვის საჭირო ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს და ეს კეთდება როგორც საექსპორტო სერტიფიცირებისთვის, ისე ადგილობრივი
განმარტოვებრივი ბაზრისთვის. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. ვაკონტროლებთ მევენახეობიდან დაწყებული ბოჩის ჩამოსხმამდე თითოეულ პროცესს, ვაკონტროლებთ ყურძნის სიმწიფეს, ყრეფის დროს, გადამუშავების პროცესებსა და დავარგებას. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი. კურიერის სამზეამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr-ი ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე.